ბრიტანული გამოცემა Guardian-ი საქართველოში Trump Tower-ის პროექტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით. საქართველოში Trump Tower-ი აშენდება მიწაზე, რომელსაც ნაწილობრივ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნის ლიდერის შვილი ფლობს. ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები თბილისის ცათამბჯენის პროექტში ინტერესთა კონფლიქტის ახალ კითხვებს აჩენს, წერს გამოცემა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ სანქცირებული ივანიშვილის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობა ოფიციალური ჩანაწერებით დასტურდება. ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით ფონდი ქართულ სრულად ეკუთვნის ქართულ ჯგუფს, რომლის 35%-ის მფლობელია უტა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი. ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი პოლიტიკოსია და საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფართოდ აღიქმება საქართველოს მთავრობის დე-ფაქტო ლიდერად, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მოაქცია საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის. უტა ივანიშვილის სანქციების ქვეშ არ იმყოფება. ის 2024 წლამდე ქართულ ჯგუფის 100%-ს ფლობდა, თუმცა წილი 35%-მდე შეამცირა მას შემდეგ, რაც მამამისი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური შეზღუდვების ქვეშ მოექცა. დღეს ქართულ ჯგუფის დარჩენილი 65%-იანი წილის მფლობელების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან 5%-ზე ნაკლები ინდივიდუალური წილების მფლობელებს ანონიმურად დარჩენა შეუძლიათ. სანქციების რეჟიმის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიძინა ივანიშვილთან პირადად ბიზნესის წარმოება, გადახდების დამუშავება ან მომსახურების გაწევა შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, თუმცა არსებობს გამონაკლისი იმ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშ არიან. ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები ახალ შეშფოთებას აჩენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელის გამოყენება იყიდება დეველოპერებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი და საკურორტო კომპლექსების გაყიდვას ცდილობენ. აპრილში ტრამპის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, რომელიც თბილისში 70 სართულიანი კოშკის პროექტის გამოცხადებას ეხებოდა, ერიკ ტრამპმა უძრავი ქონების მრავალეროვნული კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია ამაყობს, რომ საქართველოში მოაქვს გლობალურად აღიარებული მაღალი სტანდარტი და განსაკუთრებით კმაყოფილია ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან თანამშრომლობით. პროექტში, რომლის მიზანით საქართველოში ყველაზე მაღალი შენობის აშენებაა, ორგანიზაციის პარტნიორები არიან 4 ქართული კომპანია: არქი, ბიოგრაფი ლივინგი, ბლოქსი და ფინვესტ ჯორჯია, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ორგანიზაცია საპირი, რომელიც ტრამპის დიდი ხნის პარტნიორია. არც ამ კომპანიებს და არც მათ დირექტორებს სანქციები არ ეხებათ. Guardian-ი აღნიშნავს, რომ არქი ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ილია წულაია ადრე ქართული ოცნების დეპუტატი იყო. ბიოგრაფი ლივინგი კი ვისოლ ჯგუფის ნაწილია, რომელსაც ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები ფლობენ. მათი დუმილი საქართველოში ბოლო პერიოდის პოლიტიკური რყევების ფონზე ადგილობრივი მედიის ყურადღების საგანი გახდა. არც ერთ კომპანიას კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუწია, წერს გამოცემა. სტატიაში მოყვანილია გარიგების დეტალები, რომლითაც ქართულ ჯგუფმა იპოდრომთან მდებარე ნაკვეთი ცენტრალ პარკ ავენიუს უნდა გადასცეს და ნათქვამია, რომ ეს გარიგება ჯერ არ დასრულებულა. სტატიაში არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ასევე მისი კრიტიკოსების კომენტარები. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსები Trump Tower-ის პროექტს აღიქვამენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან თავის მოწონების მცდელობას. ქართული ოცნების ლიდერები კი პროექტს ხმამაღლა წარმოაჩენენ, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მმართველობის მიმართ ნდობის გამოხატულებას. Transparency International ჯორჯიას ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი შეშფოთებისთვის, რომ საქართველოში Trump Tower-ის პროექტი არაუბრალოდ კერძო ბიზნეს პროექტი, არამედ უფრო პოლიტიკური პროექტია. მისი თქმით, შეშფოთების პირველი საფუძველია იმ ბიზნესმენებიდან მინიმუმ ერთის მონაწილეობა, რომელსაც ქართულ ოცნებასთან კავშირები აქვს. მეორე არის ის, რომ დღემდე მიწის ნაკვეთი, რომელზეც პროექტია დაგეგმილი, ეკუთვნის ქართულ ფონდს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან და ადამიანთან, რომელიც საქართველოზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. მესამე კი ის ფაქტია, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული არხები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა უკრაინის ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებისთვის, ამ ბიზნეს გარიგებას მმართველი პარტიის პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. Guardian-ის ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თეთრ სახლს მიმართეს, თუმცა თეთრმა სახლმა ისინი ტრამპის ორგანიზაციასთან გადაამისამართა, რომელსაც კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუწია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან Trump Tower-ი აშენდება, აპრილში გახდა ცნობილი. 70 სართულიან ცათამბჯენს ქართველი დეველოპერები აშენებენ. მათ ტრამპის ორგანიზაციისგან, რომელსაც ტრამპის შვილები მართავენ, ბრენდის გამოყენების ლიცენზია მიიღეს. Trump Tower-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ძირითადად ტრამპის ორგანიზაცია ბრენდის დასახელების გამოყენების ლიცენზიას ყიდის და უშუალოდ მშენებლობის და ინვესტირების პროცესში არ მონაწილეობს.